საათი თქვა 3-2-1 და დავიწყეთ. მოკლედ ამდენი ხანია ვაპირებ პოდკასტს და ვერ მოვიფიქრე ფორმატი და გადავწყვიტე რომ არა პოდკასტური პოდკასტი გავაკეთო. მოგესალმებით, გილოცავთ ამდენ ახალ წელს. მე ვარ მაიკო წერეთელი და მიხარია რომ გიყურებთ. და ჩემი პირველი სტუმარი ვინ იქნებოდა წინა სახაზო თუ არა ბატონი რამაზ გიგაური, რა თქმა უნდა ასტროლოგი. თქვენ გილოცავთ ამდენ ახალ წელს. და ესე გადასარევი პროსეკოს თანხლებით ვაპირებთ ახლა არა პოდკასტურ პოდკასტში, არა ასტროლოგიურ საუბრებს ასტროლოგთან. ფანტასტიკურია. საინტერესო შეიძლება გამოვიდეს. მაგრამ მაინც ვერ გავექცევით ასტროლოგიურ ამბებს. ხოდია. ნახეთ რა მაჩუქეს? წითელი ცხენი. ხო, მითხრეს რომ ეს უნდა კი, სიმბოლოა 2026 წლის. და აი რა მოხდება თუ აი ეს სიმბოლოები არ მექნება? საერთოდ ბევრ სიმბოლოს ადამიანი თვითონ არიჭერს ძალას. ანუ მე შემიძლია რაღაცა ჩადოსული გავხადო? როგორ არის იცით რომ აი ავიღოთ ნებისმიერი ქვა, მინერალი. მე ვამბობ ნატურალურ მინერალზე და არა რაღაცა ისეთი ხელოვნურ თემაზე, რომელსაც არავითარი ენერგია არ აქვს. და ჩვენ ავიღეთ ეს ბუნებრივი მინერალი, მას აქვს გავლენა ბუნებრივია. თუ ის არის ნამდვილი, დაახლოებით 10%-ია ნამდვილი მინერალები. რაც ადამიანთა ხელშია. მაგრამ თუ მე მექნება ხელოვნური და მე მას მივანიჭებ ძალას, ის იმუშავებს მაინც. იმიტომ რომ მე ვიჯერებ, ეს არის წმენის საკითხი. აი როგორც ჩვენ შეგვიძლია ექიმმა ხო, შეიძლება ნამდვილი აბი მისცეს პაციენტს და შეიძლება უბრალოდ რაღაც სხვა ჩვეულებრივი აბი მისცეს და უთხრას რომ შენ ახლა ამით მორჩები. რა თქმა უნდა ეს არ ნიშნავს რომ ყოველთვის მუშაობს. მაგრამ მე მივიდეთი სერიოზულად გადავუხვევი ამ თემას, ახლა სერიოზულია რა თქმა უნდა, მაგრამ აი ძალიან მნიშვნელოვანი თემა. იყო ასეთი ფრანგი ექიმი მე-19 საუკუნეში, ემილ კუე, რომელმაც გადაწყვიტა რომ თავისი კლინიკაში პაციენტებს დაეწყოთ თვითშთაგონება. და თავიდან დასცინოდნენ მას სხვა ექიმები, რომ როგორ შეიძლება პაციენტმა იძახოს, რომ მე ჯანმრთელი ვარ, მე ჯანმრთელები, მე კარგად ავარს და დაახლოებით 6 თვის შემდეგ მისმა პაციენტებმა პროცენტულად დაიწყეს უფრო ჩქარა გამოჯანმრთელება. და მე ეს უკვე სხვა ფრანგულმა კლინიკებმაც გამოიყენეს და მე გავრცელდა მთელ სოფლიოში. ანუ თუ ჩვენ ყოველ დღე შთავაგონებთ ჩვენს თავს წარმატებას, სიკეთეს, ჯანმრთელობას, ეს იწყებს ამუშავებას. ეს უკვე სიმბოლოა, რომელსაც მე ვანიჭებ ძალას, მე აფირმაციები. აფირმაციები კი ბატონო. მოთ აფირმაციასაც გააჩნია, შეიძლება აი ხშირად უთქვამ ჩვენთვის, რომ აი რამაზ აფირმაციები არ მუშაობს. მე ვეუბნები, რომ ჩვენ რას ვამბობთ, ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანია ჩვენ როგორ ემოციას ვდებთ მასში. აი თუ ჩვენ არ ვანიჭებთ აი ამ ჩვენ სიტყვებს ემოციას, ემოცია არის საწვავი. და საწვავის გარეშე მანქანა არ მოძრაობს, ხო? ერთი წუთით ახლა დავიბენე. ეხლა რომ მე ვთქვა აფირმაცია, ეს პოდკასტი გახდება ძალიან პოპულარული. აი როგორ უნდა ვთქვა? რომ ჩავდო ემოცია. მინდა გულით მინდა. თქვენ უნდა გჯეროდეთ ამის, მაგრამ ცარიელი აფირმაცია არ მუშაობს თუ ჩვენ ძალისხმევას არ გავიღებთ და ჩვენ უკვე ძალისხმევაში ვართ. ჩვენ უკვე ამას ვახორციელებთ, იმიტომ რომ ჩვენ ამ პოდკასტს ვწერთ. ანუ პირველია ეს მატერიალურ რაღაცებსაც ეხება. მე მინდა მქონდეს 40,000 ლარი დღეში შემოსავალი. აი ლარი ხო ხედავთ როგორ პატრიოტია. რატომ გინდათ? მინდა. ანუ რატომ მნიშვნელოვანია? ანუ უყურეთ, მე უნდა გავაკეთო პროექტი. ხო. გამოვიმუშაო ბევრი ფული და დაუშვათ ვიყიდო შამპანური. ხო. მაშინ უკვე არის შამპანური გინდო. მაშინ პირდაპირ შამპანური. ანუ ფული არ არის აფირმაციის საგანი. ფული შეიძლება იყოს, მაგრამ რა საპირე ფული არის ინსტრუმენტი, ენერგია. რა გინდა შენ კონკრეტულად? ანუ ჩვენ უნდა მივიდეთ იქამდე. ანუ ესე უბრალოდ ფული მინდა რა მენაღვლება? მე მგონია რომ ყველაზე სუსტი აფირმაცია ეს არის მე მინდა ფული. იმიტომაც ვართ ღარიბები. ვისაც ფული გვინდა მხოლოდ. ხო, ანუ ჩვენ უნდა გავიღოთ ძალისხმევა და უნდა ვიცოდეთ რა გვინდა, იმიტომ რომ ფული არის ინსტრუმენტი, რაღაცა უნდა გავაკეთოთ. ბიზნეს მისაღწევი რაღაცა გასაკვირველია. დიახ. ძალიან საინტერესოა. მოგეთ თუ მხოლოდ ფულს ნატრულობ, ალბათ ბევრ ფულს ნახავ კინოში, სიზმარში, მაგრამ ხო, შეიძლება ვიღაცა გაიგო რომ აი რა ვიღაცამ ეს ფული იშოვა გამდიდრდა, მაგრამ რა მინდა მე, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე რთული კითხვა. იმიტომ რომ ჩინური წყევლაა რომ და არა ლოცვა, არა წყევლა რომ შეგსრულებოდეს შენი ყველაზე დიდი ოცნება.
იმიტომ რომ აღმოაჩინეს რომ ადამიანების უმეტესობამ არ იცის რაზე იოცნებოს და არ იცის რა უნდა ესმით და როდესაც მიაღწევ ამას მე ამბობ რომ ნუ თუ ეს მინდოდა ეს ეხება ყველაფერს ეს ეხება რაღაცა სოციალურ მდგომარეობას ეს ეხება სიმდიდრეს ანუ აი ამ თუნდაც იგივე გამდიდრების დევნაში მე ვეძახი ხოლმე ჭერმის ყვავილის სურნელს ვეღარ ვგრძნობთ და თუ მე დავკარგე გარე ფაქტორები და მე უკვე სადღაცა ჩემ რაღაცა ჭყალებში ჯადოსნურ ველში ვარ მე შეიძლება მივიღო ის მაგრამ რაღაცები ხელიდან გამიშვას. ანუ სათხედავ შესდავს 10 წლის შემდეგ არ არის სწორი კითხვა. სწორია იმ შემთხვევაში თუ მე გავხდები ის, ვისაც ეკუთვნის ის მდგომარეობა, რომელმაც უნდა მიიღოს 10 წლის შემდგომი მდგომარეობა. და შეიძლება სულ არ მინდოდეს ის. რასაკვირველია. ანუ მე ვამბობ ხომ, მაგალითად წერენ მშობლები რაღაც წარკვეთით, რომ ჩემმა შვილმა გადაწყვიტა რომ დაანებოს ინსტიტუტს თავი და სხვაგან დაიწყოს სწავლა და ხო, მე ისე რომ მე ამათ გონიათ რომ მე დავიჭერ მხარეს და ვეტყვი რომ აი მომწეროს ან დაამერიკოს თქვენმა შვილმა და მე ვეუბნები დიახ ეს ნორმალურია და რატომ? ანუ რა გირჩევნიათ მე ვეუბნები 10 წლის შემდეგ გააკეთოს იგივე თუ ეხლა გააკეთოს. კი, მაგრამ მე გადავიხადე ფული, ის ამბობს 1 წლის, მაგრამ მე გეუბნებით რომ აღარ გადაიხადოთ 3 წლის ფული და სხვაგან დააბანდეთ ეს ფული მის სწავლაში. ანუ გავასწორო რაღაც ეს არასდროს არ არის გვიან. ანუ აწყვეთი ცხოვრება ყოველ. აქ და ახლა, დიახ. აქ და ახლა. ანუ ადამიანი ან წუხს წარსულზე, ან ეშინია მომავლის. და ახლა რა ხდება? ახლა რა ხდება? იმიტომ და ახლა კაი პროსეკო გვაქვს აგერ და საინტერესო მოსაუბრე. კარგი, გადავედით ახლა ამ სიმბოლოებზე, ისევ. აი მთელი ეს რიტუალები რაც არის ესე იგი უნდა შემოურბინო მაგიდა სამჯერ, ჩაიფიქრო სურვილი დაწვა ჩაყარო შამპანურში დალიო მოიწამლო, მაგიდის ქვეშ 12 რა სულ და ეხლა ცვანოსდება რომ მოსმინეთ ამას და ამას, სად უნდა დადგათ ფენშვის მიხედვით ნაძვის ხერაფერებში უნდა მორთოთ, მართლა აქვს ამას მნიშვნელობა? მე მაქვს ასეთი სხვათა შორის მსგავს რაღაცებზე წელს გადავწყვიტე გამეკეთებინა დიდი ალმანახი ასტროლოგიური და ჩემი პატრეონის გვერდზე ავტვირთე სპეციალურად, იმიტომ რომ მივხვდი რომ ეს უკვე იღებს ისეთ ფორმას, რომ ისტერიას და ადამიანები გამოთიშავენ თავის აქტიურ ძალისხმევას, რომ მე ვინ უნდა გავხდე ამ წელს რა აქტიური ძალისხმევა უნდა გავიღო რომ მივიღო ის რაც მინდა. ანუ ჩვენ ველოდებით, აი თუნდაც ელემენტარულად რას მომიტანს 2026 წელი. ეს არის პასიური მიდგომა. ანუ მე ვზივარ ჩემთვის, სადღაც ან წამოწოლილი ვარ და 26 წელს მოაქვს ჩემთვის რაღაცეები, ხო? დაახლოებით ამას გულისხმობს. მაგრამ მე რის მიღწევას ვაპირებ 2026 წელს, რა მიზნები გამაჩნია, რა გეგმები გამაჩნია და რომელ თვეს რა ნაბიჯები უნდა გადავდგა, ეს არის აქტიური ძალისხმევა. აი, მაგალითად ჩაწერამდე საუბრობდით რომ იაპონური ლექცია მქონდა დაახლოებით 1-2 კვირის წინ და საინტერესო ჩემთვისაც აღმოჩნდა იყო რომ იაპონელები არ უსურვებენ ერთმანეთს წარმატება ან good luck ასე ვთქვათ, ისინი არ უსურვებენ. ისინი ეუბნებიან გამბარუ, პროსტორად გამბატე ზმნარის გამბარუ. ეს არის აქტიური ძალისხმევით ბოლომდე, ღირსეულად ბოლომდე. მაშინ ლექციაზე მე ასე ახსენე რომ თასვლილი რომელიც ბოლო 100 მეტრს გადის ძალიან უჭირს და ყველაზე რთულს და შეიძლება ეს სიკვდილად დაუჯდეს აუხსენი მსმენელებს რომ ეს არის გამბარუ, აი შეიძლება თქვა ჩვენთვის ეს არის სიგიჟე რომ ვიღაცა ლაუშვათ ახლა მე დედათ ავჭამ ჩიპს, მაგრამ ვზივარ დივანზე და ვჭამ ჩიპს და უყურებ რაღაცა ფილმს, ჩემთვის ეს არის სიგიჟე, ხო? მაგრამ მისთვის ეს არის ღირსება. მე მქონდა ერთხელ გამბარუ 4200 მეტრზე ვარ ასული. დიახ, ანუ როდესაც ბოლომდე რო შენ აღარ ჩერდები. ისინი ამბობენ რომ გისურვებ წარმატებას, ეს ნიშნავს გისურვებ იღბალს, რომელიც გარედან მოდის. მაგრამ გამბარუ ეს შიგნიდან მიდის. აი, მაგალითად, როდესაც ოჯახის წევრი ეუბნება ოჯახის წევრს, აი, მიდი რა შეგიძლია, ეს არის გამბატე, მაგრამ როდესაც შენ უბრძანებ და უშუალოდ მწვრთნელი უყვირი სპორტსმენი, ეს არის გამბარე, რო ისეუნება აი ძახილის ნიშნით, რომ გიბრძანებ, რომ ბოლომდე და უშუალოდ შეიძლება ჯარში, არმიაში გააკეთონ ეს. ის არ არის იღბალი, რომ აი მე მომიტან სამყარო რაღაცას. ანუ ასტროლოგიაში იცით რა არის, ეს არის საგზაო ნიშნები, მაგრამ ძღოლი თითოეული ადამიანია. აი მე დაუშვათ პირად ჰოროსკოპში მაქვს ძალიან კარგი იუპიტერი განთავსებული და ეს ნიშნავს იღბალს და მე თავში დამიცემა ყველაფერი. ესე არ არის, შეიძლება ადამიანს თავში დაეცეს რაღაც, მაგრამ მე ვერ გამოიყენოს. აჰა. ანუ ეს ორი როდესაც ერთად. რასაკვირველია, ანუ მე მაქვს რუკა, ეს ერთია, მაგრამ მე
უნდა გადავაადგილდე დროში და სივრცეში არა, მე უნდა ვიმოქმედო, რადგან მძღოლი მე ვარ. და თუ მე ვამბობ მძღოლობაზე უარს და საერთოდ მანქანას არ გქონავ, ხო? მქონდეს კარგი რუკა. ვიცოდე სად რა მდებარეობს. არ გავდივარ სახლიდან და როგორ მივაღწევ A-წერტილიდან B-წერტილამდე. თქვენ რას აკეთებთ ხოლმე ახალ წელს? ახალ წელს მაქვს ასეთი რიტუალი, უსმენ კახურ მრავალ ჟამიერს და შამპანურს ხსნი. ყოველგვარი შიგნით რაღაცა ჯაყრის გარეშე, ფერფლების გარეშე და რას ვაკეთებ? კიდევ ერთი თემა, მე ვწერ ერთ სურვილს. მაგრამ ეს სურვილი არის არა ზუსტად 12 საათზე, არამედ დაახლოებით 15 წუთი რომ დააკლდება, აი ყველას ურჩევ, განმარტოვდით, დაწერეთ ეს სურვილი და მოახდინეთ კონცენტრაცია. შეგიძლიათ სამთელი საათო, თუმცა ეს სამთელი საათება არ არის მაგია, ეს არის როგორც მედიტაცია, როგორც კონცენტრაცია. ჩვენ რომ რაღაც ფიზიკურად უნდა გავაკეთოთ, ჩვენ გვჭირდება აქტიური ძალისხმევა, როგორც წეგამ საუბრობდით გამბარუზე, რომ ძალისხმევა უნდა გაიღო, მაგრამ მენტალურ სამყაროში ეს ძალისხმევა ხელს გვიშლის. ანუ ხო ჩვენ ხო არ ლოცულობთ მოჭიმული რაღაცა გაბრაზებული არა ხო ლოცვის დროს მედიტაციის დროს ადამიანი წყნარდება მშვიდება ასევე აი ამ ვიზუალიზაციის დროსაც ჩვენ თუ გაბრაზებული რაღაცას ვნატრობთ ახალ წელს და რაღაცა შფოთვაში ვართ ამის რეალიზაციის ალბათობა ძალიან დაბალია მაგრამ თუ განმარტოვდებით და ჩემს მიზანზე პირველ რიგში რო თქვა მოვახდენ კონცენტრაციას ის უკვე მას უკვე ამუშავების რეალიზაციის ძალიან მაღალი ალბათობა აქვს. ვიზუალიზაცია მუშაობს? მუშაობს თუ სწორად გავაკეთებთ. აფირმაცია მუშაობს? აფირმაცია მუშაობს თუ სწორად გავაკეთებთ. სურვილების გაშვება? რასაკვირველია? მუშაობს. ზეგანავს თქვი რომ თუ ძალიან ხშირად ჩვენ არასწორი სურვილები გვხდება. ეს გასაგებია კი. ეს ეხება ყველაფერს, აი შეიძლება ადამიანმა მიიღოს სამსახური, მე მინდა ის სამსახური და ერთი წლის შემდეგ აღმოჩნდეს რომ ეს სამსახური ექცა ჯუჯუხეთად. შეიძლება პირადი ურთიერთობა იყოს დაუშვათ, აი პირადი ურთიერთობა დაიწყო ადამიანმა და უცებ ხდება რომ პრობლემები აქვს. ან შეიძლება მანქანა უნდოდა, მაგრამ აღმოჩნდა რომ ერთი წლის შემდეგ ვეღარ იხდის ამ მანქანის საფასურს და უნდა გაყიდოს. და ასე შემდეგ და ასე ამგვარად. ანუ მე ვარ მზად რომ ეს მივიღო. აი მე ვეძახი ხოლმე სავარჯიშო დარბაზში ჯიმში მისვლას. დაუშვათ ხომ მე მამაკაცზე ვამბობ, მივიდა მამაკაცი სავარჯიშო და რას ხედავს? ხედავს თავის ღიბს და ინსტრუქტორის დაკუნთულ სხეულს. და აქვს ორი ვარიანტი მას. ან მოტრიალდეს და თქვას რომ წავედი ხოლმე გავაგზავნე ლუდის დალევა, რადგან შანსი არ მაქვს. მეორე ეს არის, ეს თუ ეწევა 100 კილოვან შტანგას, მეც უნდა ავწიო, ეს შეცდომა, იმიტომ რომ ის ხერხემაც დაიზიანებს. მაგრამ ის თუ შეიმუშავებს პროგრამას, დაიწყებს სწორკვებას და სწორ ვარჯიშს და ყოველგვარი ზედმეტი რაღაცა ზედმეტი ამბიციების გარეშე უცებ აღმოაჩენს 2 წლის შემდეგ, რომ დაემსგავსა მას. აი მე ვამბობ ხოლმე იოგაში ყველა ტრამვების 90% მოდის თავზე დადგომაზე, ან ეს არის ასანა, როდესაც ადამიანს უნდა რომ დადგეს თავზე, ანუ რომ ფეხები მაღლა ეშიროს ყოველგვარი დამხმარის გარეშე და იზიანებენ კისერს. რატო? იმიტომ რომ ადამიანს ერთ თვეშივე უჩდება იმის ამბიცია, რომ ის რო ინსტრუქტორს შეუძლია, მე შემიძლია და ეხლავე გავაკეთებ. ძველ რომაული ანდაზა არც იუპიტერს ეპატიება, ხარს არ ეპატიება. ამიტომ მე თუ დავისახე მიზნად რომ მე უნდა გავხდე ასეთი, მიუბაძო მას, მიბაძვაში ცუდი არაფერი არ არის, ცხადია თუ სწორად ბაძავ, იგივე თუ ჩვენ ვიმეორებთ წარმატებული ადამიანების ასე ვთქვათ რაღაცა ცხოვრების წესებს, უცებ აღმოვაჩენთ რომ ის რაღაც ჩვენთანაც მუშაობს. ესმით? აი მაგალითად ავიცი ძალიან მდიდარი ადამიანები და ბერები დგებიან დილის 5 საათზე. აი რა საერთო შეიძლება გქონდეთ ამათ, ხო? მაგრამ ისინი იწყებენ დილის 5 საათზე ცხოვრებას, ასე ვთქვათ, ზოგი ლოცვას, ზოგი ანალიზს და ასე შემდეგ. ზოგი მედიტაციას გააჩნია ვინ არის, ხო? ანუ ნაბიჯებს აქვს მნიშვნელობა. დასაკვირველია. პატარა ნაბიჯები. ბუნებრივია, ეს პატარა ნაბიჯები, იაპონური ლექცია ვახსენე, იქაც უნდა კაიძენი. კაიძენი ამბობს, რომ არ მოახდინო სასწაული. არ გჭირდება შენ ერთ დღეში ჯომოლუგმაზე ასვლა. შენ დღეს შენს ოთახში ერთი ნივთი უნდა დადოს სწორად. ხოლმე მეორე ნივთი უნდა დადოს სწორად. ამას ქვია 1%-იანი ზრდა. თავის დროზე დღეს რო Toyota-ს ბუმია, თავის დროზე ეს Toyota-ს ქარხანაში დანერგეს. ამას ქვია კაიძენი. ეს ნიშნავს რაღაცა პატარა ცვლილებას. და თუ ჩვენ ყოველ დღე თითო-თითო ნაბიჯს რაღაცას გავასწორებთ ჩვენს ცხოვრებაში, ჩვენს ხასიათში, ჩვენს ცოდნაში, უცებ აღმოვაჩენთ რაღაცა პერიოდის შემდეგ, რომ ეს უზარმაზარი შედეგია. მე კახური ანდაზით მომყავს ხოლმე ესე ამბობენ კახეთში, რომ სიღნაღი წვრილი ქვით არის აშენებული. ეგრეც არის. დიახ. იცი ამენტერს შავი მაგია? უყურეთ შავი მაგიაც რასაკვირველია ხა შეიძლება უთქვამ ჩემთვის რომ თუ მუშაობს ჯადო. აი ეკლესია აღიარებს და შენ თუ რა აზრის ხარ ამაზე შენ. მე ვეუბნები რომ შავი მაგია რა თქმა უნდა მუშაობს, მაგრამ ხუმრობ ხოლმე და ესეთ რამეს ვამბობ. დაუშვათ უორენ ბაფეტს გაუკეთეს ჯადო.
ძალიან დიდ პატივს ემაგაც. გაჭრის თუ არა უორენ ბაფეტს და ჯადო არ გაჭრის. რატომ არ გაჭრის? იმიტომ რომ უორენ ბაფეტმა საერთოდ არ იცის ამის შესახებ. საერთოდ არ აინტერესებს. მე თუ ვიჯერებ, აი როგორც ჩვენ საუბრის დასაწყისში საუბრობდით უბრალო ქვაზე, უბრალო აი რიყის ქვაზე, რომ აი ეს ამ ქვას აქვს ძალა, მაშინ იმ ქვას შემდეგ ძალა. შიზოფრენიაში ხო არ გადავა? არა, შიზოფრენიაში არ გადავა, იმიტომ რომ შიზოფრენია უყურეთ, თვითონ შიზოფრენია ნიშნავს გახლეჩილ სულს. და მე თუ მტკიცე ვარ ჩემს აზრში, რომ სხვას არ შეუძლია მე ზიანი მომაყენოს. მე ვამბობ, რომ თუ ჯადოქრებს ესე შეუძლიათ ქვეყნის მოჯადოება, მაშინ ეს სამყარო ყოფილა ჯადოქრების და არ ღმერთის. ლოგიკურია. ლოგიკურია, ხო, აი როგორ უნდა მან გამეკეთა მე ცუდი, მაგრამ მე ამას არ უშვებ ჩემთან. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ენერგია მას დაუბრუნდება უკან. ეხლა მკითხაობაზე მითხარით. ასტროლოგია რომ მკითხაობა არ არის გავიგეთ, მაგრამ აი ხო არის მკითხაობა, რომელიც რაღაცა გავლენებს ახდენს ადამიანზე. ეს იცით რა არის, ნებისმიერ რამეს ეხება, შეიძლება ეს არ იყოს მკითხაობა, მანტიკა, როგორც მას უწოდებენ, ეზოტერიკაში, მაგრამ ეს იყოს უბრალო ადამიანის, ჩვენი ნაცნობის ან უცნობის სიტყვები. აი ვიღაც ხვდება ქუჩაში და გვეუბნება. სკაპ და გადაგიტერია. აი რა კარგად გამოვიყურები, ღმერთო ჩემო და უცებ შენ ხვდები რომ აი მართლა კარგად გამოვიყურები და უცებ კარგ ხასიათზე ხარ და ვიღაცა გვეუბნება რა ცუდი ფერი გადევს, რამე ხო არ გჭირს. არა, კარგადა ვარ და უცებ იჯერებ რომ რა შემატყვა ადამიანმა. აი მაგალითად ექსპერიმენტი გავაკეთოთ. ადამიანს ესე სამი ადამიანი მიუგზავნოთ დაუშვათ, ექსპერიმენტია სოციალური სხვადასხვა, რომელსაც მისი ნაცნობები არიან და სამივე ესეთი ფრაზა უთხრათ. 10-დან 9 მეორე დღეს წავა ექიმთან. ანუ შეუძლებელია რომ ეს დაემთხვას, მაგალითად ცნობილი სოციალური ექსპერიმენტია რომ ოთახში 9 იჯდა ექსპერიმენტის მონაწილე და ერთი ელოდებოდა ექიმს. და რაღაცა პერიოდის განმავლობაში ეს 9 ადამიანი აკეთებდა რაღაცას. ესმით? და რაღაცა პერიოდის შემდეგ ამ მეათემაც დაიწყო გამეორება. არ იცოდა რატომ ტრადიციების 99% ეს არის. ჩვენ ვაკეთებთ რაღაცას, მაგრამ არ ვიცით რა არის ამის მიზეზი. აბა მითხარით ახლა ყველაზე მოსაწონი და თქვენთვის საყვარელი ტრადიცია რა არის? ეს არის ოჯახის წევრების მოფერება და სიყვარული და მე მეუბნები, როდესაც დაუშვათ რაღაც კამათი უნდა დაიწყოს, მე მოდი გავჩერდეთ, დამშვიდდეთ და ერთმანეთი მივიღოთ, იმიტომ რომ ჩვენ ერთად ვართ, მე ამას ვეძახი სახლის კუთხეებს. თუ ჩვენ ვეუბნები ხოლმე ჩემს შვილებს, რომ თუ ჩვენ ერთმანეთთან ვიწყებთ ჭხუბს, ეს იმას ნიშნავს, რომ ერთი კუთხე გარბის სადღაცას და სამ კუთხეს უწევს 4 კუთხის როლის ასე ვთქვათ, შესრულება და მიღება და დაწოლა. და როდესაც ჩვენ ერთად ვართ, ეს ეხება ადამიანს თვითონ, აი მარტო დაუშვათ მე თუ მე წინააღმდეგობაში ვარ ჩემ თავთან და მე თუ ვებრძვით ჩემს თავს, ამას ვეძახი საკუთარი თავის ჭამას, მაშინ დღეს თუ ხვალ მე დიდი პრობლემები მექნება. ეს ეხება ოჯახს, ეს ეხება ქვეყანას, ეს ეხება ორგანიზაციას, კომპანიას. თუ არის რაღაცა ნეგატიური მუხტი, პრობლემა დავარქვათ, ის პრობლემა უნდა მოვაგვაროთ, იმიტომ რომ პრობლემა ნიშნავს დავალებას. თუ მე დავალებას არ ვასრულებ, მაშინ ეს პრობლემა იზრდება. და განგრევს რა. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ დღეს მე შემიძლია ამ პრობლემის მართვა. დღეს მე შემიძლია ამ პრობლემის გადაწყვეტა, მაგრამ მე თუ არ გადავწყვეტე გარკვეული პერიოდის შემდეგ ის იზრდება. ეს ყველაფერში ასეა. ყველაფერში, ანუ ჯანმრთელობას თუ მე მაქვს პრობლემა, მე ვიძახი ხოლმე მარსისა და სატურნის ეფექტი. მარსის ეფექტი არის ძალიან სწრაფი, დინამიური, ამას ვიძახი კბილის მოტეხვას და სატურნი არის ნელი, ისა მე ვიძახი კარიეს. აი სტომატოლოგებმა რო იციან, აქამდე სადიყავი, ახლა რაღა გავაკეთო. და აი რაღაცას ჩვენ ძალიან სწრაფად ვხედავთ და ეს შოკი არის, მაგრამ ჩვენ მას ვხედავთ ღიად. შეიძლება შევადაროთ გარეგანი და შინაგანი სისხლდენა. როცა გარედან არის, ეს ჩვენ ამას ვხედავთ, მაგრამ შინაგანს უნდა ძალიან დიდი დაკვირვება და სიფრთხილე. რომ ეს პრობლემა მოვაგვაროთ. რაღაცა კულტურა, რუტინის. რასაკვირველია. იცით რა მაინტერესებს, მე თქვენი დიდი ხნის მიმდევარი ვარ და შარშან რომ ამბობდით, რომ გველის წელიო ისეთიაო და ისეთ დღეს ჩაგვაგდო. ამოგვატრიალა. ამოგვატრიალა. ცხენის წელი ქვეყნის ჭრილში მაინტერესებს. მე ცოტა მასშტაბს გავზრდი, იმიტომ რომ ჩვენ არა ვართ მოწყვეტილები აი ამ პოლიტიკურ, ეკონომიკურ ველს, რაც დღეს მსოფლიოშია და ვიტყვი საქართველოსიც და ვიტყვი მსოფლიოზეც, იმიტომ რომ მოდის ჯერ ერთი ცეცხლოვანი ცხენის წელი, ეს არის ჩინურ მეტაფიზიკაში, ეს არის ინი და იანი, ანუ მამრული და მდედრული უხეშად რო ვთქვათ. და ეს არის მამრული ენერგია, რომელიც არის გარეთ გამომავალი და მამრული ენერგიის ცეცხლის არის ვულკანი. ანუ თავისთავად ეს უკვე არის ძალიან ძლიერი, ძალიან დინამიკური წელი.
ძალიან აქტიური წელი. არსებობს ძალიან კარგი ციკლი მუნდანურ, ანუ გლობალურ ასტროლოგიაში, ფრანგი ასტროლოგის ბარბოს ციკლი, ასე ქვია. ის იმ ბარბოს ციკლის მიხედვით 2022 იყო ფსკერი. 2022. კოვიდირები. კოვიდი და ემთხვევა რუსეთ-უკრაინის ომიც. დიახ, და უკვე შემდგომ ნელ-ნელა ხდება გაძლიერება, თუმცა 26 ჯერ კიდევ არ არის ის ზემოთ რომ იწყება ასვლა. ანუ ეს მრუდი იწყებს ზემოთ ასვლას. მაგრამ მაინც ფსკერია, მაგრამ ჩვენ ვიწყებთ ნელ-ნელა ზემოთ ასვლას, მაგრამ ეს არის ძალიან დინამიური წელი, ძალიან აქტიური და ეს არის 36 წელსში ერთხელ არსებული ციკლის გამეორება. ეს არის სატურნისა და ნეპტუნის შეერთება ვერძის 0 გრადუსში, ეს ამას ეძახიან სიცოცხლის წერტილს, იმიტომ რომ ეს არის ზოდიაქოს კარიბჭე და მსგავსი შეერთება სატურნსა და ნეპტუნს ჰქონდათ 36 წლის უკან 1999 წელს. და თუ ჩვენ გავიხსენებთ 1999 წელს რა თემები იყო აქტიური, შეიძლება გაგვიჩნდეს კითხვა, რომ ზუსტად მსგავსი იქნება, ცხადი ანალოგიური არ არსებობს სამყაროში, აი რომ მეუნებიან, რომ აი ბიოლოგიურ ტყუპებს თუ აქვთ ერთნაირი ჰოროსკოპი, პირადი ჰოროსკოპი მეუნები არა აქვთ. იმიტომ რომ ის რამდენიმე წუთიანი ნიშნულობა ჰოროსკოპში ძალიან მნიშვნელოვანია. ისმით უბრალოდ ხო რამდენიმე წუთი. უბრალოდ მაშინ მოქმედებები ხდებოდა ძალიან ნელა, იმიტომ რომ ის ხდებოდა თხისრქაში და თხისრქა არის დანგრევა და ახლის აშენება. მაგრამ ეს ხდება ვერძის პირველ გრადუსში და აქ მოვლენები ხდება ძალიან სწრაფად, ძალიან დინამიურად და იქ რასაც წლები დაჭირდა, აქ შეიძლება თვეები დაჭირდეს. მე ვფიქრობ, ეს იქნება გეოპოლიტიკური ცვლილებები და საზღვრების შეცვლა. ეს იქნება ბევრი სამხედრო და არასამხედრო ორგანიზაციების ან ტრანსფორმაცია, ან სრული დაშლა. რა თქმა უნდა, შეიძლება ეს არ მოხდეს ერთ წელიწადში, მაგრამ მაქსიმუმ რამოდენიმე წელი ეყოფა ამას, იმიტომ რომ ეს შეერთება რამდენჯერმე ხდება ვერძის ნიშანში და ჩვენ 26 წელს ვნახავთ, რომ ან ჩვენ გავხდებით ცვლილებების ინიციატორი, ან ცვლილებების მსხვერპლი. და ეს შეეხება საქართველოსაც, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები ასე ვიტყოდი, მოაზროვნე ადამიანთა აბსოლუტური ნაწილი არის ერთგვარ პესიმისტურად განწყობილი, მე ესე არა ვარ. მე ვამბობ, რომ ცვლილებები იქნება, რასაკვირველია, მაგრამ ჩვენც უნდა გავიღოთ რაღაც ძალისხმევა, როგორც ეგ ამთქვი გამბარო, თუმცა ეს რა გავიღეთ. კი, ჩვენი ჩართულობა მოიმატებს 26 წელსაც, ასე რომ მე არ ველი პროტესტის შემცირებას, პირიქით. ვფიქრობ, რომ პროტესტის მატება იქნება და ჩვენ გვექნება 2026 წელს რაღაცა ჩაკეტილი სივრცის გარღვევის შესაძლებლობა. პროტესტი სწორია, ხო? მე ვფიქრობ, სწორია, იმიტომ რომ ეს არის გამბარო, რაც ეგ ამთქვი, ეს არის ძალისხმევა, იმიტომ რომ თუ მე პასიურად ველოდები რაღაცას, მაშინ მე დავნებდი. შეიძლება ადამიანი არაფერს არ აკეთებდეს, მაგრამ ის არ ურიგდება მდგომარეობას. ისმით, ეს ეხება ინდივიდუალურად ადამიანსაც, შეიძლება ჩემს ცხოვრებაში არაფერი ხდება, მაგრამ მე არა მაქვს ფარხმალი დაყრილი. მე აქტიურ ძალისხმევაში ვარ და შეიძლება ვთქვათ ადამიანმა, რომ თუ ფიზიკურად ვერ აკეთებ ვერაფერს, მაშინ რა აქტიურ ძალისხმევაზე საუბარი? ეს არის ფიქრი. ეს არის ჩვენი შინაგანი რწმენა. თუ მე გავწყდი და ჩემი რწმენა ჩამოიშალა, მაშინ მე დამარცხების მაღალი შანსი მაქვს. თუნდაც ინდივიდუალურ ცხოვრებაში ავიღოთ, რომელიმე ადამიანს აქვს ძალიან დიდი პრობლემა. მაგრამ ჩვენ თუ ამ პრობლემას დავშლით, ამას ვეძახი მე კაკლის გატეხვას, იმიტომ რომ პრობლემის შიგნით არის პერსპექტივა. ოღონდ არ უნდა გაბრაზებულმა არ უნდა დავლეწოთ ეს, იმიტომ რომ ნიგოზიც გაიცრისება, თუ ჩვენ ფრთხილად დავშლით ამ კაკალს და გამოვარჩევთ ნიგოს, მივიღებთ ნიგოს და რა ვიცი, გავაკეთებთ გოზინახს ახალ წელს. მაგრამ და ტიხრებს ჩავყრით არაღში. კი ბატონო. და მაგრამ თუ მე ვერ გავტეხე შიგნით და ვამბობ სად არის ნიგოზი, მაშინ ის არ არის ნიგოზი, ის არის მაგარი კაკალი, ზოგჯერ ეს არის ეგრეთ წოდებული კირკიტი, რომელიც კიდევ უფრო რთული გასატეხია. ამიტომაც მე მოთმინებით, დისციპლინით, რწმენით უნდა თხილად გავხსნე ეს კაკალი და გავიგო ეს პრობლემა რა არის, რისი თქმა უნდა სამყაროს ჩემთვის. და ეს ქვეყნის ჰოროსკოპები მართლა არსებობს? ეს არის როგორც აი პირადი ჰოროსკოპი, ნატალური, ანუ დაბადების ჰოროსკოპი, ეს არის ადამიანი რომ დაიბადა და როდის იბადება ქვეყანა, როდესაც აცხადებს დამოუკიდებლობას. ხო. იმიტომ რომ 9 აპრილს. დიახ, 91 წლის. საკმაოდ რთული ჰოროსკოპი არის, როგორც ხალხისთვის, ისე ხელისუფლებისთვის და ჩვენ ვხედავთ, თუ გადავხედავთ აი ამ 34 წელი გახდება, რა ხდებოდა ჩვენს პოლიტიკურ რეალიები ჰქონდა, ნებისმიერი ხელისუფლება, რო იდგა ამის წინაშე.
ყოველთვის იქნება ეს, იმიტომ რომ რთული, ამას ქვია მუნდანური ჰოროსკოპი აქვს საქართველოს და ჩვენ აი რომ მეტყვიან ხოლმე პარალელს მივლებენ ხოლმე ბალტიისპირეთის ქვეყნებთან. მე ვეუბნები რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები გასული საუკუნის 40-იანი წლებიდან იყვნენ საბჭოთა კავშირში და ჩვენ 200 წელია ამ ორბიტაზე ვართ და ჩვენ რაღაცები დაგვავიწყდა. ჩვენ დღეს აი თუ ჩვენ ჩავუღრმავდებით რაღაცა ჩვენს ტრადიციებს და გგონია რომ რა ვიცი ფარნავაზის დროიდან და ქუჯის დროიდან ასე ვიყავით ჩვენ რაღაცა იბერია კოლხა რო იყო და უცებ აღმოვაჩენთ რომ რაღაც ტრადიცია სულ 150-200 წლის არის. ძალიან ბევრი. და ჩვენ ვიღებთ ამას როგორც რეალობას, რომ ეს ჩვენი წინაპარი და რაღაც ამ დროს ვამბობ ხოლმე რომ რაღაც ტრადიცია აღარ მუშაობს. ის მისთვის იყო აქტუალური. ის იმ პრობლემებს ჭირდა, აი ჩვენ რთულ წმენებს შევეხეთ და ერთი ელემენტარული რაღაც არის, მაგალითად მარილის დაბნევა რო ჩხუბს იწვევს. როდის ხდებოდა ეს, როდესაც მარილი არ ეშოვებოდა, ოქროს ფასი ქონდა და მიდიოდნენ აღზევანში, ერთი ვერსიით ის იყო დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე, მეორე ვერსიით აზერბაიჯანის ტერიტორიაზე დღევანდელი, სადაც იყო ძალიან რთული გასასვლელი, იმიტომ რომ ხალხი იხოცებოდა, კლაუდნენ, ძარცვავდნენ და დღეს ჩვენს სიტყვიერებაში რომ მარილზე გავიდა, ნიშნავს სიკვდილს. ანუ წავიდა მარილზე და ვერ ჩამოვიდა. და მე ვეუბნები რომ მაშინ ჩხუბი ხდებოდა, იმიტომ რომ მამამ ჩამოიტანა აი ამ რთულ კრიზისული გზიდან ეს ყველაფერი მარილი, შვილმა დააბნია და ჩხუბობს და რას აკეთებდა დედა, როდესაც მარილი დაიბნოდა წყალს ასხამდა, რომ დამდნარიყო და კვალი გამქრალიყო. ისმით და მე ვეუბნები ეს მარილი ყველგან იყიდება, აღარ არის კრიზისი, ამიტომ მარილი არ იწვევს ჩხუბს, მაგრამ აქ არის ერთი პარადოქსი. მარილის დაბნევა მართლა იწვევს ჩხუბს და რატომ? იმიტომ რომ ჩვენ ვამბობთ ამას, იმიტომ რომ ჩვენ კონცენტრაციას ვახდენთ, ჩვენ ველოდებით, ამას ქვია მოლოდინის კანონი, ველოდები რომ მარილი რომ დავაბნი, აი ერთხელ სუფრასთან ვიჯექით და მსგავსი რამე მითქრა, ერთხელს დაიბნა, უი ვიჩხუბეთ. მე ვთქარი არ ვიჩხუბეთ, ნუ გეშინიათ, ავიღე მთელი მარილი, წამოვაპირქვავე მაგიდაზე. შვიდაწყნარად მეგობრებო, არაფერი არ ექნება, არაფერი არ მოხდა მართლაც. მივხვდეთ. მე მაგალითად ჩავიკატარო გადამირფოს მიხარია დღეს კარგი დღე მექნება. ფანტასტიკურია, ის კატა თავის გზაზე მიდის და ნუ გავურთულებთ ნურცმას ცხოვრებას და ნურცხვე. რა ლამაზები არის. რასაკურველია, მე მგონია რომ ყველაზე ლამაზები შავი კატები არიან. მეც გეთახმებით. ჩემს მეგობარს აყავს, აი, უპრივით შავი კატა და რაღაც საოცარი წანი თვალები კი, საოცარი. საოცრად. იცით რა, მაინც უნდა გკითხოთ კიდევ ესეთი რამ, რომ მაინდამაც ბალახი უნდა ეყაროს სახელმწიფო სუფრაზე. მაინც უტრიალებ ამ. იცით როგორ არის? აქ არის ორი მიდგომა, ერთი რა ესიამონება ზოომორფულ სიმბოლოს. ხო. ესიამონება ბჭყალებში. მეორეა მე უწოდებ ხოლმე არქეტიპულ მიდგომას. არ დადოთ ხორცი რომ იმ ვიღაცას არის სიამოვნება, ან მწვანილი დადით რომ იმას სიამოვნება რომ ღორის ხორცი არ დადოთ, მე ეს აბსურდი მგონია. და რატომ? იმიტომ რომ ერთხელ გავიხმრე რომ ვეფხვის წელზე რა სიტყვია, მეთქი მსგავსი ასტროლოგები რომ ვეფხვის ხორცი არ დადოთ, ხალხო ვეფხვის არის. ეს აბსურდია. მაგრამ თუ არქეტიპულად მიუდგებით ამას, რომ რა არის ეს, დაუშვათ ეს არის მარსის ენერგია ამ წელს 2026 წელს და ეს არის მარსი, ეს არის კუნთი, გესმით? და რა არის კუნთისთვის მნიშვნელოვანი? ცილა. ამიტომ თუ ჩვენ ვიყვით რომ ცილოვანი საკვები მნიშვნელოვანია, რომ სიმბოლურად ჩვენ აი ამ მარსის ენერგია გავაძლიეროთ, თუ თქვენი ჟურნალის სახელს გამოვიყენებთ, ეს არის ოკეი. გესმით? მაგრამ თუ ჩვენ იმიტომ ვაკეთებთ ამას, რომ ვიღაცას სადღაცა ზემოთ ეს სიამოვნოს და ის გულმოწყალე გახდეს ჩემს მიმართ, ესე არ არის. ანუ ჩვენ ვცდილობთ სამყაროს მოტყუებას და სამყარო არ ტყუდება. აჰა, გასაგები. მოგეთ, დიდათ არის ნერვიულოთ, რაც გიყვარს ის დაალაგეთ მაგითაც. კარგი, კიდევ თქვენ მითხარით რომ რა კარგია, რა კარგი რაღაც უჩუქებია, შედის სპეციალურად თქვენ საჩვენებლად გავეკეთე, ესეთი წითელი ცხენია. ეს სიმბოლო მე როგორ გავხადო თილისმა? თან ნაძვისხაზეც ჩამოვაბავ, ან სუფრაზეც დავდებ სიმბოლურად, მაგრამ აი ჩემ თილისმად როგორ ვაქციო მთელი წელი. რა გინდათ რომ მან თქვენ ცხოვრებაში მოიტანოს? ჩემსაში თუ საზოგადოდ? ეს თქვენი სიმბოლოა. ანუ მე შემიძლია საზოგადო სიმბოლო რომ საზოგადოებრივი და ქვეყნის გახდეს, ამას ჭირდება ამას ვეძახი ავატარის მიდგომას. ანუ ავატარი ეს არის მაგალითად ქართულ რეალობაში ავატარი იყო ილია ჭავჭავაძე. როდესაც ერთი ადამიანს შეუძლია შეცვალოს ქვეყნის ან ერის
ბედისწერა. ესმით, მას შეუძლია აიღოს რაღაცა სიმბოლო და ეს აქციოს ქვეყნის სიმბოლოდ. ნებისმიერი რა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ყოფილა მსგავსი ადამიანები, როდესაც მაგალითად მაჰათმა განდი ასევე ავატარი გახლდათ, რომელმაც სატიაგრაჰა, ანუ არაძალადობრივი პროტესტი ინდოეთში აქცია სიმბოლოდ. მაგალითად იგივე ძალიან ხშირად ხდება ხოლმე რომ დარბევების დროს ადამიანები ეწევიან ზემოთ ხელს, რომ მე ვარ მშვიდობიანი. ეს არის სატიაგრაჰა. რომელსაც ძალიან რთულია დაიცვა ეს, იმიტომ რომ ამ სატიაგრაჰამ შეძლო მსოფლიოს ყველა დროის უდიდესი იმპერიის, დიდი ბრიტანეთის დამარცხება. საქმე იმაში არის, რომ თუ მე ჩემთვის მინდა რაღაცა სიმბოლო, რომ მომიტანოს წარმატება კი არა და მივაბა მას დადებითი, მაშინ მე ვიჯერებ ამას. მე ვამბობ ხოლმე, რომ თუ ჩვენ ასტროლოგიურ ელემენტს ვიყენებთ, ეს არის აღმავალი მთვარე, ეს აღმავალი მთვარე, ეს არის რაღაცა ზრდა, ახალ მთვარეობიდან სავსე მთვარეობამდე და პირიქით ის არის აღმავალი, როცა რაღაცას ვიცილებ. და თუ ეს ენერგია მე მინდა რომ მივიღო, მაშინ ეს არის რომ მე უნდა მივიღო ის ახალ მთვარეობიდან სავსე მთვარეობამდე პერიოდში, რადგან არის მთვარე მზარდი. ეს ეხება მცენარეში წვენის მიმოქცევას, ეს ეხება ზღვების მიმოქცევას, მთვარის ფაზა ერთ თვიანია და რაც უნდა შეიძლება ვიღაცას პარადოქსულად მოიჩვენოს, მაგრამ საბედნიერო და თუ სამწუხაროდ თუ ჩვეულებრივად ეს ასე არის, ქალში კვერცხურჯედის მომწიფებას, ეს არის მთვარის ფაზასთან დაკავშირებული და ყველაფერი და თუ ჩვენ აი ამას ვიღებთ ამ სიმბოლოს და მე მას ვანიჭებ ძალას და მას მივიჩნევ ჩემთვის დადებითად. მე ის მიყვარს, მე ის მსიამოვნებს და ის ხდება ჩემი ნაწილი. ესმით, მე მას გადავცემ ნაწილს, რაღაცა ჩემს ენერგიას და მე უკვე ნებისმიერი დროს ის ხდება ფსიქოლოგიაში ამას ქვია ღუზა. ანუ ის უკვე თითქოს მე დავაპროგრამე ეს დადებითზე, მაგრამ მე თუ მას რაღაცა რიტუალი ჩავუტარე, რაღაცა ნაკურთხი წყალი მივასხი, მე თუ არა მაქვს ძალა, მე მას ძალას ვერ მივანიჭებ. არა, რატო გეკითხებით, იცით, აი ხშირად არის ხოლმე, რომ აი მასით ახალ წელს შეიძლება ჩავფიქრო, დამშვიდეს ჩემი ქვეყანა. და მე დავუშვათ ერთი რაც შემიძლია გავაკეთო, რომ მე ვიყო მშვიდად და ჩემგან დაიწყოს ეს სიმშვიდე და მეორე არის, რომ ვუსურვო, რამდენად ექნება ამ ჩემს სურვილს ძალა. თქვენ ამბობთ, რომ სურვილს და აფირმაციებს აქვს ძალა. მე რამდენად შემიძლია ერთმა ადამიანმა ჩემი სურვილები და აფირმაციები დავამშვიდო ქვეყანა. თქვენ უკვე გაეცით ამ კითხვას პასუხი, იმიტომ რომ კარგად დასმული კითხვაში დევს პასუხის ნახევარი მინიმუმ. თქვენ ამბობთ, რომ მე ჩემი დავიწყო. ანუ ადამიანი უნდა გახდეს იმ ცვლილების სათავე და მიზეზი და საფუძველი, რომელსაც აპირებს ის სამყაროში. თუ გინდა შეცვალო ქვეყანა, თვითონ გახდი ეს ცვლილება. საინტერესო და აი ესე დროს აგრესია როდესაც მოდის, ხო? დავუშვათ მე მინდა დავამშვიდო ქვეყანა, დავიწყო ჩემ და ჩემს მიმართ მოდის აგრესია. რატომ ხარ მშვიდად? როგორ არის იცით რომ რა იწვევს აგრესიას? აგრესიას იწვევს შიში. შიში და ალბათ ის რომ მათ ვიღაცების დადგენილ წესებით არ თამაშობ. უყურეთ. მაინც არის ეს მასობრივი. აგრესია, ადამიანში არსებული აგრესიის საფუძველი არის შიში. განსხვავებით ცხოველისაგან. ცხოველში აგრესია სხვა რამეა. ის არის რაღაცა საკუთარი ტერიტორიის დაცვასთან დაკავშირებული. მაგრამ ადამიანში ეს არის შიში. აი, როდესაც ადამიანებს შორის ერთი იწყებს ყვირილს და ნებისმიერ ჩვენთან გასგონია, მეც მათ შორის, უკვე შენი ქვეცნობიერი ამ დროს გარკვეულ შიშს განიცდის, რომ დანაკარგის თემას. იმიტომ რომ მე ვამბობ ხოლმე, რომ ყველა მოძალადე კაცი საფუძველშივე არის მშიშარა და ლაჩარი. იმიტომ რომ ის უკვე მიმართავს ძალადობას, იმიტომ რომ მას აღარ დარჩა არგუმენტები, ამიტომაც როდესაც ჩვენ არგუმენტები აღარ გვაქვს, ჩვენ ვიწყებთ ყვირილს. და თუ ჩვენ გვინდა რომ ყვირილით რაღაცეები შევცვალოთ, მაშინ ბუნებრივია გაიმარჯვებს ის, ვინც ყველაზე ხმამაღლა ყვირის. მაგრამ შეიძლება ეს არ იყოს სწორი. და ამ დროს როდესაც მშვიდად ხდება ვიღაცა იბნები. რასაკვირველია, იმიტომ რომ ელემენტარულად რაღაცა უბრალო რაღაც რო გავაკეთოთ, ადამიანმა დაგვიყვირა ქუჩაში უცნობა. შეიძლება ჩვენ ესე გავაკეთოთ ეს ხელი. აკაკი წერეთ თელები და ვთქვათ, ვა, რა საინტერესოა. აი ეს თითქოს არაადეკვატური რეაქცია ადამიანში გამოიწვევს სრულ დაბნევას, იმიტომ რომ აი როგორც წეგან ვთქვი, თუ მე ადამიანმა მომაჯადოვა და მისი ენერგია მე არ მივიღე, მას ის დაუბრუნდება უკან. მაგრამ თუ ადამიანი მე მიყვირეს და ცდილობს შემithრიოს თავის ველში და მე არ შევყევი ამ ველში, მაშინ ის განიარაღებულია. ეხლა რეიტინგისთვის აბსოლუტურად
ჭირდება თქვენი ასტროლოგიური პროგნოზი მოკლედ. პირველ რიგში ეს არის ძალიან დინამიური წელი და ჩვენ როგორც წეგანაც ვთქვი, ეს არის მამრული ენერგია და უნდა შევუტიოთ. მეორე წლის პირველი ნახევარი თუ გავყოფთ ჩვენ ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით იუპიტერი მოძრაობს კირჩხიბში დაახლოებით ივნისის ბოლომდე და ეს არის პირველ რიგში წყლის სტიქიის ნიშნებისთვის ძალიან კარგი, ეს არის კირჩხიბი, მორიელი და თევზები და ასევე მეტნაკლებად დადებითია მიწის სტიქიის ნიშნებისთვის, შესაბამისად ეს არის კურო, ქალწული და თხის ხარისადარე. მაგრამ წლის მეორე ნახევარში გადავა იუპიტერი ლომის ნიშანში და წლის მეორე ნახევარი სასიკეთო იქნება ცეცხლის სტიქიის ნიშნებისთვის, ეს არის შესაბამისად ვერძი ლომი მშვილდოსანი და მეტნაკლებად იქნება სასიკეთო ჰაერის სტიქიის ნიშნებისთვის, ეს არის ტყუპი, სასწორი და მერწყული. მაგრამ ეს გააჩნია პირად ჰოროსკოპს. ისმით, ანუ შეიძლება ადამიანმა თქვას, რომ აი მე ვარ კირჩხიბი და კირჩხიბში მოძრაობს პლანეტა იუპიტერი და ესე იგი მე ჩემთვის წარმატებული წელი იქნება. ეს არის ზოგადი. მაგრამ თუ ჩვენ ნახავთ მის პირად ჰოროსკოპს, შეიძლება მის პირად ჰოროსკოპში იუპიტერი არ იყოს კარგად განთავსებული, ის ელოდებოდეს აი ამ პასიური მოლოდინით რაღაცას და შედეგი თითქმის არ იყოს. მაგრამ მეორე ადამიანს დავუშვათ, რა ვიღოთ ტყუპის ნიშნი დაბადებულ ადამიანს იუპიტერი აქვს კირჩხიბში დაუშვათ მეორე სახლში და უცებ მას აქვს დაბრუნება. მშვილდოსანში თუ აქვს შეიძლება ეს იყოს განათლება, შეიძლება თუნდაც ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ეს არის აი ამ მშვილდოსან იუპიტერ მეცხრე სახლის ენერგიები. ეს არის ცოდნის გადაცემა, გესმით? იმიტომ რომ ჩვენთან აი სიტყვა განათლებულია, ვიღოთ, ხო? ჩვენ ახლა რა არის პოდკასტის? ხო, იმიტომ რომ მე ვამბობ ხოლმე რომ სინათლე, კეთება და განათლებული ეს არის სინათლე. ძალიან მაგარი სიტყვები გვაქვს. უყურეთ, უფრო საინტერესოა. სანსკრიტზე სიტყვა გურუ ნიშნავს ის, ვისაც სინათლე მოაქვს. რა მაგარია. ესმით, აი როგორი პარალელია, ხო? მე ვამბობ ხოლმე რომ თუ ადამიანმა ბევრი წაეკითხა და კი არ განათლდა, დაბნელდა, ის არ არის ის განათლებული. ანუ სინათლე ეს ნიშნავს რომ ანათებს ადამიანი და მისი სინათლე გადამდებია სხვებისთვისაც. მოკლედ მომავალ წელს მნიშვნელოვანი არის სინათლე, განათლება, აქტიურობა, ნაბიჯების სწორად გადადგმა, აქტიური ძალისხმევა. და ეს არის ახალი ციკლი, უნდა დავიწყოთ რაღაც ახალი. ისმით. იმიტომ რომ ან უნდა დავიწყოთ ახლებურად, ან უნდა დავიწყოთ ახალი, იმიტომ რომ ეს არის რაღაც ახალი პარადიგმა 2026 წელს, რომ მოძველებული მეთოდები აღარ მუშაობს, როგორც მე თქვი საუბრის დასაწყისში, რომ ან ხდებით ცვლილებების ინიციატორი, ან ცვლილებების მსხვერპლი. ეს ცვლილებები ყველა ვარიანტში იქნება, მაგრამ ჩვენ სად ვიქნებით ამ ცვლილებების ტალღაზე, ტალღის ქვეშ თუ რაღაცა სერფბორდი ქვია ამას რაღაცა ზემოდან ტალღის ზემოთ ვიქნებით, ეს უკვე ჩვენზეა დამოკიდებული. დაეს ვიღოთ ზემოდან. გაგიმარჯოთ. გავუმარჯოთ თქვენს ჟურნალს და ბედნიერი 2026 წელი. ბედნიერი 2026, რომელიც დგება 17 თებერვალს. აჰა. 2026. პირველ იანვარს ასეიმოთ. პირველ იანვარს ზეიმოთ კალენდარულს, როდესაც ეს მოდის ძველი რომის იმპერიიდან, როდესაც რომაელი სენატორები იწყებდნენ აღსრულებას აი ამ თავის ძალაუფლების. აქედან მოდის 1 იანვარი, ხოლო 17 თებერვალი ეს არის ახალთვარეობა, იმ წლის მეორე ახალთვარეობას უწევს ხოლმე, ეს არის მოძრავი დღე. ამიტომ 2026 წელს ეს დგება 17 თებერვალს. ანუ მთელი რიტუალები 17 თებერვალს. 1 იანვარს არ დაიღალოთ. 1 იანვარს შეგიძლიათ თუ მიირთმევენ საცივი მიირთვან. კარგი ღვინოსთან ერთად. ესე რა კარგია 17 თებერვალს უკვე სეილები იქნება, გოჭიცია ფეგიღირება. ფანტასტიკურია. ამიტომ დავეძალოთ 17 თებერვალს და ყოველდღე გქონდეს კარგი ახალი წელი, ახალი დღე ხო ახალი წელია. რაც საკვირველია.